მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ ასეთი საჯარო გაშლა, რომელიც დაგეხმარებათ ჩამოყალიბებაში იმასთან დაკავშირებით თუ რას რატომ განიცდით. თუ თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე გაქვთ რაღაც ემოციურად რთული პერიოდი, გავიმეორებ ემოციურად, შეიძლება ეს არ აღიკვეთებოდეს, ხო, სხვა კუთხით, მაგრამ აი უშუალოდ ემოციებში თუ თქვენ თავს გრძნობ დაკარგულად, ცუდად, ნეგატიურად, მაშინ ეს საჯარო გაშლა თქვენთვის არის, იმიტომ რომ მე დღეს ვიქნები თქვენი გზამკვლევრი და მეგობრებო, გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თავს მარტოდ გრძნობთ, უბრალოდ ნეგატიურად გრძნობთ და ამას ვერ ხსნით. დღეს ვნახავთ ამის მიზეზებს. ნახოთ აბა, რატომ გრძნობთ თავს ცუდად? რატომ გრძნობს თავს ცუდად, ნეგატიურად, ნეგატიურ ენერგიებში? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. ეცადეთ რომ დიდხანს არ იფიქროთ, ჩვენი ინტუიცია პირველივე წამებში მოქმედებს ხოლმე. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო ვრცელი, ბევრად უფრო თქვენზე მორგებული და ასევე შეგახსენებთ რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით. ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ შემთხვევაში ვნახოთ აბა რა ხდება. უპირველეს ყოვლისა, ნამდვილად არ გაქვთ გაზვიადებული თქვენი მდგომარეობა. იცით ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ თითქოს აქ რაღაც ასეთი ენერგია წამოვიდა, რომ ვიღაც შეიძლება გაზლაიტს უშვებდეს, ასე ვთქვათ. ვიღაც შეიძლება გეუბნეოდეთ იმას, რომ შენ ამ ყველაფერს იგონებ, შენ ამ ყველაფერს აზვიადებ, ყველაფერი შენს ტვინში არის, რეალურად ყველაფერი ასე ცუდად არ არის და ასე შემდეგ. ან ვიღაც გეუბნებათ თქვენს ირგვლივ, ან თქვენ თავად შეიძლება განიცდიდეთ ასეთ ენერგიებს, ასეთ ემოციებს, თითქოს გეზვიადებინებათ რაღაც, ხო? თითქოს თან ხართ ცუდად, თან თქვენი ტვინი გეუბნებათ რომ ესე ცუდად არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ ასე ცუდადად საქმე არ არისო. აი რაღაც ასეთ ენერგიებს ხედავ მეგობრებო. და პირველ რიგში კი სადღაც შეიძლება იყოს აქ ოდნავი გაზვიადება, ოდნავი რაღაც დრამატულობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ თავს ცუდად გრძნობთ, ამას თავისი რაღაც გარკვეული მიზეზები აქვს, ხო? ამიტომაც თქვენი მდგომარეობა საერთოდ არ არის გაზვიადებული, მეცაც ვიტყვი, უშუალოდ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის პირიქით ზედმეტად მარტივად აღწერთ თქვენ თავად, თქვენს მდგომარეობას, ბევრად უფრო სიღრმისეული და ბევრად უფრო მტკივნეული არის, რასაც თქვენ განიცდით, ვიდრე ამას შეიძლება დემონსტრირებდეთ, ან ეუბნეოდეთ თქვენთვის ახლო ადამიანებს, ვიდრე შეგიძლიათ რომ გამოხატოთ, ხო? და გავიმეორებ რეალურად, აი თვითონ რეალობაში რაღაც კონკრეტულ ასპექტებზე შეიძლება იყოს აქ გაზვიადება და გეთანხმებით, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველ რიგში რის გაკეთებასაც უნდა მორჩეთ, ეს არის ის, რომ ეუბნებით საკუთარ თავს, რომ აი მე ვაზვიადებ, მე დრამატულად ვუყურებ ამ საკითხსო და ნურც სხვა ადამიანებს მისცემთ ამის უფლებას. კი ბატონო, რაღაც გარკვეული ნეგატივი არის, შეიძლება სადღაც იყოს აქ მეტად გადრამატიზირება, სადაც თქვენი ტვინი გეუბნებათ, რომ აი აქ ადრამატიზირებ, ეგრეთ ცუდიც არ არის ყველაფერიო, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს საუბარი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ემოციური მდგომარეობა შეიძლება სულაც არ იყოს გამოწვეული იმ საკითხით, რომელზედაც თქვენ გეფიქრებათ. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცი, კონკრეტულმა ადამიანმა გული მატკინა რაღაც მაგალითად უმოქმედობით, ხო? და ამის გამო არ ასე ცუდათო, დიდი ალბათობით აქ პრობლემა უფრო სიღრმისეულია. და კი შეიძლება ადამიანს რაღაც მომენტში დაავიწყდით უბრალოდ, ან არეცალან რაღაც ესეთი და ამის გამო გეუბნებიან სხვები, რომ აი აზვიადებთო თქვენს პრობლემასო, ხო? დავუშვათ, მაგრამ აი საბოლოო ჯამში თქვენი მდგომარეობის
ფუძე სულ სხვაგან არის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა გჭირთ, რატომ ხართ ასეთ ნეგატიურ ენერგიებში, ასეთ ნეგატიურ მდგომარეობაში, რატომ ხართ პირველი ვარიანტი ვნახოთ, აბა და ვნახავთ რა თქმა უნდა, რატომ როგორ მოაგვაროთ უბრალოდ. და აქ ამოვიდა არკანი ჩამოკიდებული კაცი და არკანი თასების სამიანი. პირველ რიგში მე აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყავით გამცემი ადამიანის ენერგიებში, განსაკუთრებით ეს ეხება ქალბატონებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ურთიერთობაში, იქნება ეს მეგობრული ამხანაგური თუ როგორი, არის როგორც გაცემა, ასევე მიმღებლობა, ხო, უბრალოდ სხვადასხვა ენერგიების, მაგრამ ზოგადად უშუალოდ ენერგიებზე რადგანაც გვაქვს საუბარი, მამაკაცი არის მეტად გამცემი ენერგია და ქალბატონი არის ფემინური ენერგია არის უფრო მიმღები ენერგია, ხო? უბრალოდ ორივე სქესს გააჩნია ორივე ენერგია გარკვეული დოზით და რა თქმა უნდა ყველაფერი პერიოდულად ცვალებადი არის, რაღაც გარკვეულ წვრილმანებში უფრო მძლავრია, რაღაც გარკვეულ წვრილმანებში უფრო ვრცელი. და აქ თქვენი მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, თქვენ აქ ზედმეტად ბევრ ენერგიას გასცემთ. ზედმეტად ბევრ ენერგიას, ზედმეტად ბევრ ყურადღებას, ზედმეტად ბევრ ზრუნვას და თითქოს ამისგან ხართ ძალიან გადაღლილი. თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც გჭირდებათ, ეს არის რაღაც ძალიან სასიამოვნო მეგობრული ამხანაგური კომუნიკაციები, ელემენტარული უბრალოდ დაქალებთან ერთად სადმე რომ გახვიდეთ, ხო? ყველანაირი დრამების და ნეგატივის გარეშე. აი, გჭირდებათ გულწრფელი მეგობრული გვერდში დგომა და არა რაღაც ყალბი უბრალოდ გართობა მეგობრებთან, ხო? იმიტომ რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს რატომღაც მიაჩნია მეგობარი ის ვისთანაც უბრალოდ ერთობიან, ხო? მაგრამ ეს ადამიანები არიან ამხანაგები. მეგობარი არის ის, ვინც ჭირშიც და ხილშიც დაგედგებათ გვერდში. დიახ, როგორც ნეგატიურ მდგომარეობაში, ასევე თქვენი კარგიც გაეხარდება კარგ მეგობარს. სხვათა შორის ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უყვართ ცუდი პერიოდის დროს ერთმანეთის გვერდით ყოფნა, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი აღწევს გარკვეულ წარმატებას, ეგრევე ქრებიან ხოლმე. ეს არის ერთი დიდი წითელი დროშა. და ნახეთ მეგობრებო, თქვენ აქ პირველი ვარიანტი გჭირდებათ ყველაზე მეტად ის, რომ სადმე აი გამხნევება გჭირდებათ. როგორც გართობა გჭირდებათ ადამიანებთან, თუ დაუშვათ ნამდვილი მეგობარი არ ყავთ ან ნამდვილი მეგობრები არ ყავთ, ასევე გჭირდებათ რაღაც ნამდვილი გულწრფელი გვერდში დგომაც. ამიტომაც გაიხსენეთ თქვენი მეგობრები შეძლების და გვარად და ეცადეთ რომ ცოტათი გამხნევოთ საკუთარი თავი. კი თქვენ ახლა შეიძლება ფიქრობდეთ რომ ეს რანაირად უშველის სიტუაციასო, ვიქტორიაო, მაგრამ დამიჯერეთ უშველის. თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვანაირად შეხედავთ. ამიტომაც გახსოვდეთ თქვენ აქ გჭირდებათ როგორც გართობა, ასევე გჭირდებათ ნამდვილი რეალური ამხანაგური ადამიანური გვერდში დგომა. და თქვენი მთავარი პრობლემა რის გამოც გაქვთ რაღაც ეს მენტალური კრიზისი ან მარტოობის შეგრძნება ან დაკარგულობის შეგრძნება არის ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში გასცემდით ენერგიას. თქვენ გასცემდით და უკვე ეს ენერგია თითქმის ამოიწურა. და თქვენი ორგანიზმი, თქვენი ინტუიცია, თქვენი შეგრძნებები გეუბნებიან ზუსტად იმას, რომ მორჩი შემოკარგო, მორჩიო. ნუ არ გასცემ ამდენ ენერგიას. რომ სთვლიდე რომ საჭიროა. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ ჩავუხრმავდეთ ამ საკითხს, როგორ შეიძლება მოაგვაროთ ეს პრობლემა, რაში არის პრობლემა, კიდევ ერთხელ ვნახოთ და როგორ მოაგვაროთ პრობლემა. რაში არის კიდევ ერთხელ? კი ბატონო, კვარტხების სამიანი. თქვენ მუდმივად ხართ ერთგვარი დამკვირვებელი სხვისი რეალობის, თითქოს თქვენ აკვირდებით სხვები როგორ მიდიან, სხვები როგორ იზრდებიან, სხვების რეალობას, სხვების თავგადასავლებს აკვირდებით, გარკვეულწილად აკონტროლებთ არა ნეგატიური თვალსაზრისით, არამედ უფრო იმ თვალსაზრისით, რომ უყურებთ და ცდილობთ ყველანაირად, რომ არავის არაფერი არ დაუშავდეს, ხო? თუმცა საკმაოდ ბევრ თქვენგანთან რეზონირდება ისეც, რომ აკონტროლებთ იმ კუთხით, რომ მოდის ცოტათი ეს შურის ენერგიები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიყოთ გულწრფელნი საკუთარ თავთან, თქვენ საკუთარ ემოციებზე პასუხისმგებელი არ ხართ, თუ ვიღაცის შეგშურდათ, ეს ძალიან ბუნებრივი არის, ამის გამო საკუთარი თავი არ უნდა დაისაჯოთ, არ უნდა გაკიცხოთ, უბრალოდ უნდა გაანალიზოთ და რა თქმა უნდა, თუ ეს არის რაღაც შური ნეგატიური, შური შავი, ამ შემთხვევაში ცხადი მიზეზების გამო ადამიანს არაფერს არ გუშავებთ, ხო?
თავარია თვით ანალიზი, იმიტომ რომ ყოველი ემოცია ჩვენ რაღაცას გვასწავლის, მათ შორის შურიც. და აქ რაღაც ცოტა ასეთი ენერგიები ჩანს. როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა? ხმლების დედოფალი ამოვიდა, მეგობრებო. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ანალიზი გჭირდება ძალიან ბევრი, ანალიზი, მეტი ფიქრი, მეტი წერა შეძლებისდა გვარად. ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოწერთ ხოლმე თქვენს აზრებს, თქვენს ფიქრებს, ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, მეტად გაუგოთ, რაღაც ნეგატიურს როდესაც განიცდით და ისევ შურის მაგალითზე მოვიყვან, დაუშვათ ვიღაცის შეგშურდათ, ხო? ყველამ ვიცით, რომ შური არის საკმაოდ ნეგატიური ემოცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყლაპოთ ჩვენი ემოციები. ძალიან ცუდი არის, მეგობრებო. არ გადაყლაპოთ, არ ჩაახშოთ. შეგშურდათ, გასაგები არის, არ ავყვებით პროვოკაციებს შურის გამო, არ ვაკეთებთ შურის გამო არაფერს ცუდს, მაგრამ ვუსმენთ ამ შეგრძნებას, ვაკვირდებით და ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს. დაფიქრდით, რატომ განვიცდი ამას, ჩამოწერეთ შეძლებისდა გვარად. ხვდებით ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ საჯარო გაშლას და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ნახოთ თქვენს შემთხვევაში რა ხდება აქ. რამ გამოიწვია თქვენი მელანქოლიური ან ნეგატიური მდგომარეობა. ზოგადად პირველ რიგში მე აქ ვუყურებ ძალიან იმპულსურ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენ ხართ ძალიან იმპულსური, ძალიან მარტივად შეიძლება გეცვლებოდეთ ხასიათები და ახლა ვიტყვი რაღაც ისიც, რაც შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის იყოს ცოტა მიუღებელი და არასასიამოვნო, მაგრამ რადგანაც ამოვიდა ასეთი ინფორმაცია ვალდებული ვარ გითხრათ, აქ ზოგ თქვენგანს გაკლიათ ვნებითი კავშირი, ვნებითი კომუნიკაცია, სქესობრივი კავშირები. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ პარტნიორები უნდა გამოცვალოთ ხელთათმანებივით, ან რაღაც, არ ვიცი, თუ არავინ არ გიზიდავთ ვიღაცას მიახტეთ, ხო? არასწორად არ გამიგოთ, უბრალოდ ვისაც ყავთ პარტნიორი, მათთვის აქ არის ასეთი მესიჯი, რომ მეტად დააკვირდით ვნებით ენერგიებს და მეტად გამოაღვიძეთ ისინი, მეტად გამოხატეთ ვნების მეშვეობით თქვენი ემოციები და თქვენი გრძნობები. თუმცა გავიმეორებ, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ მათ, ვისაც ყავთ ასე თუ ისე ჯანსაღი პარტნიორი. ასევე დავამატებდი აქ ასეთ ინფორმაციას, რომ პირველ რიგში თქვენ ხართ გადაღლილი ამ იმპულსებით, ამ იმპულსური ცვლილებებით. ძალიან ხშირი ცვლილებებით საკუთარ ხასიათში. თითქოს საკუთარი თავისგან გადაიღალეთ. და თითქოს აქ იცით როგორი ენერგია იგრძნობა, იმდენად ბევრი ემოციები არის თქვენში, რომ რაღაც მომენტში თქვენი ფსიქიკა, თქვენი მენტალური მდგომარეობა ამას ვეღარ უძლებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან არსებობს ასეთი მდგომარეობას, როდესაც ადამიანი კარგ შეგრძნებასაც იმდენად ინტენსიურად გრძნობს, რომ ამას ვეღარ უძლებს. ეს არის ემოციური გადაღლილობა. ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი, თქვენაც გჭირდებათ და ჯერ ემოციების ამოშვება, არ ვიცი, სქესობრივი კავშირის მეშვეობით, ცეკვის ან სპორტის მეშვეობით, იმიტომ რომ აქ ფიზიკური მოძრაობა მოდის ინფორმაციად და შემდგომ უკვე დაისვენოთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა კიდევ რატომ განიცდის მეორე ვარიანტი იმას, რასაც განიცდის იმ ნეგატიურ ემოციებს, რატომ არის ნეგატიურ ენერგიებში. არკანი იმპერატორი კაცი, არკანი ვარსკვლავი, არკანი თასების დედოფალი. მეგობრებო, აქ იცით როგორ ინფორმაცია წამოვიდა. თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული იმპერატორი კაცი, უმეტესობასთან რეზონირდება როგორც მამაკაცი, თუმცა ზოგ თქვენგანთან ქალბატონიც შესაძლებელია იყოს. და ეს ადამიანი სხვათა შორის შეიძლება იყოს ან ჩემსავით ზოდიაქო თითხის რქა, ან ვერძის ნიშანი, თუმცა აუცილებელი არ არის ეს. და თითქოს ეს ადამიანი თქვენზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. თქვენზე ასაკით უფროსია, 1 წლით მაინც. შეიძლება იყოს ძმა, ოჯახის წევრი, ამხანაგი, მეგობარი, პარტნიორი. და თითქოს ეს ადამიანი ძალიან ბევრ ენერგიას გაგლეჭთ
და თან იცით როგორ აკეთებს ამას ადამიანი არის კლასიკური პარაზიტი ჯერ თქვენში აღვიძებს რაღაც გარკვეულ იმპულსებს აი ნერვებს გიშლით რა აკეთებს გარკვეულ პროვოკაციებს ნეგატიურ ემოციებზე ნერვებს მოგიშლით და შემდგომ თქვენ გადაღლილი როდესაც ხართ მე აი ამ გადაღლილობით ამ თქვენი ნეგატიური ენერგიებით იკვებება როდესაც ამას გამოაღვიძებს თქვენში და ამას უნდა მიაქციოთ აუცილებლად ყურადღება იმიტომ რომ არკანი ვარსკვლავიდან გამომდინარე და არკანი თასების დედოფლიდან გამომდინარე თქვენ ძალიან კარგი ინტუიცია შეიძლება გქონდეთ და განსაკუთრებით ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ ძალიან კარგად გრძნობთ ვიზედაც მაქვს ახლა საუბარი ეგრევე მისი სურათი წარმოგიდგათ აშკარად როდესაც ვშლიდით და აი იცოდეთ რომ ეს ადამიანი აი ასე ძალით აკეთებს ხოლმე რა რაღაცებს ძალით გიშლით ნერვებს ძალით გაღიზიანებთ ძალით ცდილობს თქვენი წყობილებიდან გამოყვანას იმიტომ რომ იკვებება ამ ენერგიებით, მაგრამ არკანი ვარსკვლავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენი ენერგია ფაქტობრივად უსაზღვროა, თქვენ ძალიან ძლიერი ხართ და თქვენ შეგიძლიათ რომ ამას გაუმკლავდეთ, მაგრამ მაინც მუდმივად გასცემთ და გასცემთ ამ ენერგიას, მუდმივად აყვებით და აყვებით ხოლმე ამ ადამიანს პროვოკაციებზე. მაგრამ ეს არ არის სწორი და ეს არ არის სამართლიანი პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ თქვენ საკუთარ მენტალურ მდგომარეობასაც, ფსიქიკასაც იზიანებთ, აძლევთ ამ ადამიანს ენერგიას რისთვის? ფაქტობრივად არაფრისთვის, ხო? როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა, მეორე ვარიანტი, როგორ მოაგვაროთ ეს მდგომარეობა, როგორ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან? ნახოთ აბა. არკანი ეშმაკი. პირველ რიგში მაქსიმალურად ჯანსაღად დააყენეთ პირადი საზღვრები. მაქსიმალურად ჯანსაღად და მაქსიმალურად სწორად, ეს ხოთაშურის პირველ ვარიანტსაც ეხება. და თქვენც მეორე ვარიანტი ცხადია, დააყენეთ პირადი საზღვრები მაქსიმალურად მკვეთრად, მაქსიმალურად სწორად და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი. გასაგები არის პროვოკაციები, გასაგები არის ის რომ რაღაც მომენტებში ადამიანს გააზრებულად თუ გავაზრებლად ახვევით, ხო? მაგრამ ეცადეთ რომ მოთოკოთ თქვენი ცდუნებები იმისა რომ ახვეთ ჩხუბში ახვეთ კონფლიქტში პირდაპირ ვიტყვი ზედმეტად ნერვებს ნუ მოიშლით რა უბრალოდ დავამატოთ კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ როგორ მოაგვაროთ როგორ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან არკანი პენტაკლების 10-იანი. თქვენ უკვე გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, პლუს ამასთან ერთად ამ ადამიანთან მეთქი ამ ენერგიებიდან გამოსვლაში თქვენ დაგეხმარებათ კონკრეტული ოჯახის წევრი ან ოჯახის წევრები, ვიღაც ძალიან ახლო ადამიანი, ან დაგეხმარებათ ან უკვე გეხმარებათ და სხვათა შორის თქვენ უკვე ხართ იმ ენერგიებში, როდესაც ნელ-ნელა გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. უბრალოდ გჭირდებათ მეტი თვითდისციპლინა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.